მოგესალმებით, ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო. დღეს თქვენ თავაზობთ არხი хранители знаний ვიდეოს, სადაც ანასტასია კრესანი, კონტაქტორი, ეზოთერიკოსი იმყოფება სტუმრად ივან სმირნოვთან. ეს ვიდეო შეეხება თემას ბნელებმა ჩართეს სასტიკი რეჟიმი. რა ხო, ეს ანასტასია კრესანი არის ენერგო ტერაპევტი, პლანეტარული ენერგიების მტარებელი. ისმის კითხვაო, რა იქნებაო შემდეგ, იქნება შიდა მდგომარეობის დაკარგვა და საკუთარი თავისკენ დაბრუნება შეუძლებელი იქნებაო. რატომ ამბობს მასე? ეს ის სიტუაციაო, როდესაც სხეული არ დაუჯერებსო ტვინის ბრძანებებს. ანუ ადამიანის სხეული შეიცვლება. ამას ამბობს ყველა, რომ ხდება ტრანსფორმაცია, იცვლება ორგანიზმი. და მე მინდაო შემოგთავაზოთო ნაბიჯები მათთვის, ვინც თავის თავს ირჩევსო. ანუ ვისაც უნდა თავის თავს შველაო. მაგრამ აქ ირჩევსო თავის თავს არ იგულისხმება, რომ საკუთარ თავზე იფიქრო, ხოლო უბრალოდ რომ ჩვენ სხეულებს დავეხმაროთ, შევინარჩუნოთ, რაც შეიძლება ხანძრივა ჩვენი ფიზიკური სხეული. რადა ისეთი ძლიერი ენერგიები მოდის, რომ ბევრი სხეული ვერ უძლებს. სიტუაცია, რომელიც ახლა ხდება, რთულია მასში ჩაერთო თითქოს მაგალითად ქვეყნები არ ერთვებიან. მაგალითად კონფლიქტური ხო არის ზონები, მაგრამ ბევრი ქვეყანა იკავებსო თავს. იმიტომ არა რომ არ შეუძლიათ ომობა, ან არ უნდათ. ბევრი ქვეყანა თავს არიდებს კონფლიქტურ მდგომარეობას, იმიტომ რომ მათში არ არის ჩადებული აგრესიის ენერგია. ანუ ის ქვეყნები, რომლებშიც არის ჩადებული აგრესიის ენერგია, ისინი ხშირად კონფლიქტობენ. და თუ არა ქვეყანაში ჩადებული, ქვეყნის სულში ჩადებული აგრესიის ენერგია, მას არასდროს არ მოუნდება ომობა ან კონფლიქტში შესვლა, ან კამათში შესვლა. მასეთი ქვეყნებიო მიზერულად უმეტესწილათო ასეთი ქვეყნები, რომლებსაც ომებში ჩათრევა არ უნდათ, კონფლიქტებში, კამათში ჩარევა არ უნდა, უმეტესწილად ნაკლებია საერთოდ. ნაკლებად იკავებს ქვეყანა თავს. არიან ესეთი ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ მხარეს იკავებენ. სამყარო უახლოვდებაო წერტილს, საიდანაც დაბრუნება არისო შეუძლებელი. ბევრჯერ მე დავამატებ, რომ ბევრჯერ გადავიდა იმ წერტილს დედამიწა, საიდანაც უკან რთულია დაბრუნება. წამყვანი, ჩვენ რატომ გვაკავებენ? რატომ გვპარავენ ჩვენ ღვთაებრივ პოტენციალს? საშუალებას არ გვაძლევენო? რატომ არ გვაძლევენო საშუალებას, რომ განვითარდეთ? ეკითხება წამყვანი. ესო დიდი ხნის წინ მოხდაო.
ამბობს ანასტასია. ეს არისო მრავალი ათეულობის წლების ტენდენციაო. ჩვენი დაინტერესდნენ როგორც გემრიელი საკვებით, ხო? ასე იყო ადრე, როდესაც ოკუპაცია მოხდა. ჩვენზე დაიწყეს თვალის დევნა. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გვადევნებს თვალს. ხომ მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრი ბატონი ყავდა დედამიწას. და მეთვალყურეები გაჩნდა ბევრი. ეს ის მეთვალყურეები არ არიან. ზოგი ფსიქოლოგი გვირჩევს ჩვენ თავს შევხედოთ გვერდიდან, მაგრამ ეს სხვა ისტორია არის. ეს მეთვალყურეები იმყოფებიან გაღმა. ეს არის აგრეთვე არამოთვინიერებული ენერგიები. ადამიანს აქვს ენერგეტიკული რეაქტორი და ის არის ამის გამო საინტერესოა, რადგან ამ ენერგიის წართმევა უნდათ ბნელ ძალებს და ამ ენერგიას იყენებდნენ რაღაცისთვის, თავისთვის. ჩვენი ამოცანაა მივხვდეთ, რომ ამ ენერგიას გვათმევენ. ჩვენ ამ ენერგიას გაძლევთ. ჩვენ უნებლიეთ გაუცნობიერებული ცნობიერებით თახდებით ამას. ვეუბნებით რომ კი წაიღეთ, მე არ მინდა ვიყო მეტი შემქმნელი. და მასეთი განწყობა, ამდაგვარი განწყობა, რომ მე არ მინდა ვიყო შექმნელი და წაიღეთო ჩემი ენერგია, ფაქტიურად ჩვენი მოქცევით, ჩვენი პასიურობით ასე გამოდის, რომ ჩვენ ამას ვეუბნებით ჩვენ ბნელ ძალებს. მასეთი განწყობა აქვს ხალხის უმრავლესობას დედამიწაზე. არა აუცილებელი აირჩიო ბრძოლა ან ჩაერთო ომში. ეს ის მომენტია, როდესაც ადამიანები არ ირჩევს საკუთარ თავს, ან აწერს ხელს კონტრაქტებს, მოლაპარაკებებს. ეს წვრილ პლანზე ჩანს როგორც რაღაც მოლაპარაკება, რაღაც თანხმობა. შენ ამბობ ვარს შენ ცხოვრებაზე. როდესაც ადამიანები ვარს ამბობენ თავის ცხოვრებაზე, მას ენერგია არ სჭირდება. ეს ფუნქციონირებს. ის უბრალოდ აქ იმყოფება. და როდესაც ადამიანი უბრალოდ იმყოფება, მას არ სთხოვენ შემქმნელი იყოს რამე შექმნას, იგივე ხელოვნებაში იქონიოს რამე ხობი, ან მაგალითად რამე შეკეროს, ან მოგსოვოს, ან დახატოს. ამის სურვილი ადამიანს არ აქვს. შექმნას ნათელი მუსიკა, წიგნი წაიკითხოს, მოусმინოს რამეს საინტერესოს ამაზე, ვარს ამბობს ბევრი. უბრალო ზის და უმოქმედოდ არის. ხომ გესით რას ამბობს ეს ქალი? ესე იგი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი ხობი, არ არის არაფრით დაინტერესებული, ხო? არც ხელოვნებით, არც მუსიკით, არაფერს აკეთებს, უბრალოდ ზის. მაგათად უყურებს ტელეფონს, ინტერნეტს, რაცხა სისულელებს, ან თამაშობს, ან უბრალოდ ტელევიზორს უყურებს, ან წამოწოლილია. ეს არის მოქმედობა. ადამიანი, რომელიც ისეთი დაინტერესებულია რაღაცით, რაღაც ხობი გააჩნია, ის უკვე ცხოვრობს. და ამით ის ამბობს, რომ ენერგია მისია, მას ეკუთვნის. და არ აქვს არავის არც ბნელ ძალას წართვას მას ენერგია. ამიტომ იგივე დეპრესია მაგალითად, დეპრესიის დროს აგრეთვე დიდი რაოდენობით ენერგია გაედინება ჩვენგან. და ხალხი ხდებიან რობოტების მაგვარი. და ასრულებენ დავალებებს, რასაც თხოვენ და თვლიან, რომ ეს უნდა გააკეთონ. ხო, ესე იგი, რასაც უბრძანებენ. ხოლო თხოვის დავალებებს ასრულებენ. თავისი
აზრი არ გააჩნიათ. ნებისმიერ გამოვლინებებში ადამიანები მიდიან და აკეთებენ საჭიროას ქვეშ, ანუ ისინი ამას ამბობენ, რომ საჭიროა ეს გავაკეთო, საჭიროა ის გავაკეთო. და ეს სიტყვა საჭირო არის ძალიან ცუდი. რატომ საჭირო? ამ დროს, როდესაც ჩვენ ვამბობთ საჭიროა და ვამბობთ უნდა გავაკეთოთ, გვართმევენ ენერგიას. ხო? ესე იგი, თუ ჩვენ არ გვინდა რამის გაკეთება, მაგრამ ჩვენ თავს ვეუბნებით, საჭიროა ეს გავაკეთო, ან უნდა გავაკეთო, ამ დროს ჩვენგან მიედინება მათკენ, ამ ბნელი ძალებისკენ, ამ პარაზიტებისკენ ჩვენი სასიცოცხლო ენერგია. ესე იგი, ენერგიას, კაცობრიობას ართმევენ მაშინ, როდესაც ის აკეთებს რამეს ძალით. ანუ ჩვენ არ გვინდა რამე გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ გვაკეთებიებენ ძალით. ჩვენ თავს გვახვევენ თავიანთ აზრს. გვახვევენ თავიას, აი მაგალითად. რატომ აკეთებ ამას? ან დაუშვათ დიასახლისი რამეს კერს აკეთებს, აკეთებს თავისებურად ან ნამწყვალ საწყობს და შემოდის მეზობელი და ეუბნება, ამას ასე რატო აკეთებ, ასე არ გააკეთე, ისე გააკეთე. ამ დროს ის მეზობელი თქვენ გართმევს ენერგიას. ჩვენ გვაქვს სიტყვა საჭიროა და ის ამ დროს თავს და ამ სიტყვის წარმოთქვით თავს ითრევთ მორევში და ეს აღიქვება მდგომარეობიდან მე მინდა ეს გადავლახო და რამე სირთულეს როდესაც ცდილობთ რამის გადალახვას თქვენ ღებულობთ სიამოვნებას რომ ეს ბარიერი ან სირთულე გადალახეთ. ხო, თქვენ თავს ეუბნებით, ხო? ძალით აკეთებთ, მაგრამ არ გინდათ გაკეთება, მაგრამ თქვენ თავს ეუბნებითო, მე ეს უნდა გადავლახო. და გინდათ ეს ბარიერი გადალახოთ. თუმცა ძალით. სამყაროში ყველაფერი თავდაყირად დგას. სირთულეების 80% როდესაც ადამიანი ამ სირთულეებს გადალახავს, ეს ადამიანები ხდება ენერგეტიკულად გახლეჩილი. ანუ, რას ამბობს ეს გოგო? 80% ადამიანებისაო ძალით ძალას ატანენო თავის თავს, რომ რაღაც ბარიერი გადალახონო. და როდესაც ამ ბარიერს გადალახავენო ძალით, აი ეს უნდა გავაკეთო, აძალებენო თავის თავს, ამ დროს მათი ესე იგი ისინი ხდებიანო ენერგეტიკულად გახლეჩილი. თუნდაც ის აქ გამარჯვებამდე ამ გამარჯვებამდე მივა, ფინიშამდე მივა საშინელი დაღლილობით, ამოწურული ენერგიით და ეს ის თემაა, რომელსაც მინდა შევეხო მე დღესო. ამბობს ანასტასია კრეცანი. იცით რა, ცოტა ისეთი თემაა. არა, მე დაბნეულად არ ვამბობ არაფერს, მე ის გადავთარგმნე, რაც ხო, ძალიან ცოტა გაშიფრა გიჭირდება მის სიტყვებს, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა არეულად გაიგოს მსმენელმა. ამიტომ მე ვიმეორებ მის ნათქვამს და ვცდილობ უბრალო ჩვეულებრივი ენით გავშიფრო. ესე იგი, მოდით ახლა რაც მე თქვენ გითხარით, მოკლე დასკვნასავით გავაკეთოთ. არ გაღიზიანდეთ მე რომ ახლა მეორდები, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით. ესე იგი, არასდროს არ დააყენოთ, თუ თქვენ გინდათ რომ თქვენი სასიცოცხლო ენერგია სულ თქვენთან იყოს და რომ არ გამოიფიტოთ, ხომ არის ზოგჯერ მიდიხართ სამსახურში, მაგრამ თქვენ არ გინდათ ეს სამსახური, მაგრამ თქვენ იძულებული ხართ ეს სამსახური ამ სამსახურზე იაროთ. ხო?
და თქვენ იქიდან მოდიხართ ძალა გამოცლილი, რადგან თქვენ არ გსიამოვნებთ ის, რასაც თქვენ აკეთებთ. იგივე დავანებოთ თავსახურს თავს, მაგალითად, ყავთ მანქანა. მოდის მეზობელი ან ძმაკაცი და გეუბნებათ. მოდი რა, წამიყვანე ახლა, წასასვლელი ვარ და მაგრამ თქვენ არ გინდათ წასვლა. არ გინდათ წასვლა. რადგან რაღაც ისე გრძნობ თავს, რომ გარეთ გასვლა არ გინდათ სახლიდან, მაგრამ რადგან თქვენი მეზობელი ან თქვენი მეგობარი გაბრაზდებიან და შეიძლება დაგინდურონ, ამის გამო თქვენ მაინც გადიხართ სახლიდან. თუმცა თქვენ ამას აკეთებთ თქვენი ნების წინააღმდეგ. არ გინდათ, მაგრამ გადიხართ, ძალას ადამთ თავს, ხო? ამ დროსაც გაიდინება თქვენგან საცოცხლო ენერგია, ბნელი პარაზიტებისკენ და ბნელი ძალებისკენ. ანუ ხშირად იმის გამო, რომ ჩვენ ვერ ვამბობთ ვარს, ამას თუ იმაზე, ჩვენ ზარალდებით. ხომ გამიგეთ მე რას ვამბობ? ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, მაგრამ ამას ყველაფერს ეფირის ჩემი ტელეფონის ვეხსენება შეეტირება. წამყვანი ეკითხება, გავრცელებულია აზრი, რომ ეს სტრუქტურები კაჩავენ მხოლოდ დაბალვიბრაციულ ენერგიებს. ამისთვის კი მათ სჭირდებათ ადამიანის სპროვოცირება. ანუ ადამიანს პროვოცირებას უკეთებენ მერე კაჩავენ ენერგიას და იმისთვის, რომ მან ეს ენერგია გამოასხვისოს. თუ შეიძლება ჩვენგან კაჩონ მადლიერების და ბედნიერების ენერგიები. ეკითხება ხა წამყვანი. მეც ბევრჯერ მithქვამს, რომ ბნელი ძალები იკვებებიან გავახით ან ლუშით. ანუ ჩვენი უარყოფითი ემოციებით, ხო? და ახლა წამყვანი ეკითხება, ჩვენი ბედნიერების და მადლიერების ენერგიებით თუ იკვებებიანო, ანუ თუ სჭირდებათო. ანასტასია, მათ შეუძლიათ მხოლოდ დაბალვიბრაციული ენერგიის კაჩვა. ამისთვის კი არსებობენ ის სიტუაციები, რომლებიც ჭარბობენ. ეს არის ომები, კონფლიქტები, ყოფის კონფლიქტები, არ გაგება, კამათები, შიშები და ამ დროს შიშების ქვეშ ხდება ახალი ნეგატიური სიტუაციების გაჩენა. ახალი პროგრამული მდგომარეობები, როდესაც ადამიანები იწყებენ საკუთარი თავის დაცვას, როდესაც ადამიანები საკუთარ თავის დაცვას ცდილობენ, მას არ სჯერა თავის ძალაში, ანუ საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებული. არ სჯერა, რომ მას ახლობლები ეხმარებიან. დაეხმარებიან, არ სჯერა, რომ მათ ახლობები დაეხმარებიან. სხვა ადამიანები დაეხმარებიან. მას ესმის, რომ ის დაუცველია. ამ მომენტში დგება ძალიან ძლიერად ენერგიის კაჩვა, რაც იწვევს ვიბრაციების დაწევას. ანუ, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ აი, მე არა მაქვს იმედი ჩემი ახლობლების, მე არა ხანდახან მეც წამოვწდება, თუმცა ეს არ უნდა წამოვწდეს. მე არა მაქვს იმედი არავისი და, ხო? თურმე ამდაგორი საუბარი არ შეიძლება. კი, მე სულ ვამბობ, რომ მე მაქვს აი სამყაროს იმედი მაქვს, ჩემი სამყარო ხო ცოცხალია, ჩვენ გვეხმარებიან, ზევიდან თვალს გვადევნებენ, მე სულ ამას ვამბობ. მაგრამ აი აქ დედამიწაზე არ მყავს ისეთი, ვინც დაუშვათ მე მხარში ამომიდგება, ხო? ან ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება. არ შეიძლება თურმე. აი მე ცდებოდი რამდენჯერ. და ამ დროს, როდესაც ჩვენ ამას ვამბობთ, არ უნდა თქვათ, რომ მე არავინ მყავს. როგორ არ ყავთ? ყავთ, მე სულ ამას ვამბობ, მე მყავს. როგორ არა? მე რო არ ხედავ, იმიტომ ჩემ გარშემო იმდენი არსებად რეალებს, ვინც მე მხარში მიდგება, იგივე სულიერი, იგივე გალაქტიკური წარმომადგენლები, ჩვენ გვაკვდება ყველა.
ჩვენ ყავს ჩვენი ანგელოზები დამცველები, დამცველი ანგელოზები მაპატიეთ. ყავს იქ სულიერი ასლებიც, ვინც რო თქო დახმარებას დაუშვათ, მე სულ თქო მაგალითად სამყაროს და ვინც აი ჩემი კურატორი არ მახსოვს მე დაუშვათ ვერ ხედავ მათ, მაგრამ მათ ესმით ჩემი ხო, მე მათი ყოველთვის ну კი ვესაუბრები და გძნობ მათგან როდესაც ისინი რამეში ვეთანხმებიან რაღაც რეზონირებს ისეთი ენერგია მოდის ჩემთან როდესაც თანხმობა იძლევიან მაგრამ როდესაც ადამიანი არის სიხარულით მდგომარეობაში გარე სიხარულით მდგომარეობაში კი არა არამედ შიდა სიხარულით მდგომარეობაში არამედ მას ვერაფერს გადმოკაჩათ ანუ ადამიანი უნდა იყოს სულ პოზიტიურ ნოტაზე რათა უნდა უჭირდეს პრობლემები გქონდეს რომ ეს ენერგია დაიცვას აი მე ვცდილობ სულ ვიყო პოზიტიური და სულ მიკვირს მაგალითად რატომ ახანდახან ძალა რომ ეცლება და მეძინება ხო ხდება ასეთი მით უმეტეს როდესაც მე ვიწყებ სიარულს პოლიკლინიკაში გამოკვლევებზე იქედან ბრუნდები ძალა გამოცლილი და სულ მეძინება თუმცა მე ვცდილობ პოზიტივი გადავაქცე სულ პოზიტიურად ვარ განწყობილი რომ ამდაგვარად ჩემი ენერგიების დავიცვა მაგრამ ხდება ხოლმე ამიტომ უნდა დავაკვირდეთ სიტყვას იმიტომ რომ ზოგი სიტყვა აი რაც მე ხა თქვენ ჩამოგითვალეთ ეს არის დაბალვიბრაციული სიტყვები და ჩვენ უბრალოდ არ ვაკვირდებით ჩვენ ვამბობთ მაგრამ რას ვამბობთ არ ვაკვირდებით და მე ძალა გამოცდილები ვართ აი ეს იგივეა მაგალითად აი დენთან შედარება რომ გავაკეთოთ რომ ჩავთათ ყველაფერს ერთად და ზაბვა დავარდება ხო მაგრამ შიდა სიხარული იქნება გარეთა მდგომარეობიდან გამომდინარე შიდა გათანასწორებული მდგომარეობა რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არავის არ უნდა მისცე გასაგრეჯად მაგალითად ეს ხომ ადვილი არ არის ხო მით უმეტეს როდესაც ადამიანები გებულობენ იგივე ცუდ ამბავს მისთვის რთული ამ მდგომარეობის შენარჩუნება ის მოხდა ამ სიტუაციაში როდესაც ეს ძალიან რთულია ეს თუ განიხილება რთულ სიტუაციად მაგრამ მოდით განვიხილოთ ქალაქური სიტუაცია სათობები მე მაგვიანდება მაგალითად თათბერზე შეხვედრა მაქვს თუთხოთ საათზე და 20 წუთზე ხო შიდა მდგომარეობა არც ისე კარგია ადამიანი მოდის შეხვედრაზე იქი მას უყურებენ როგორც არასასურველ სტუმარს და ის ხდება დადგუნული ანუ აგვიანდება სათბების გამო ადამიანს შეხვედრაზე და ის გრძნობს თავს ცუდად იგვიანებს ამ სათბების გამო იწყება თადბირი და მას არ აქვს სხვა ვარიანტები და იძულებულია მიიღოს სხვისი წყენების სხვისი პოზიცია რადგან დააგვიანდა და ხმის ამოღების უფლება დაკარგა და მას არ შეეძლო გამოეხადა თავისი მოსაზრება რადგან ის უკვე დადგუნულია თადბირის შემდეგ აშლილობა ეგო უკმაყოფილება ჩდება და იწყებს ადამიანი იწყებს შინაგანად აჯანყებას ის ამოცანა რომელიც უნდა მოეგვარებინათ ამოხსნილია არა ამ პიროვნების სასარგებლოდ და არც ამ პიროვნების მონაწილეობით ან იქნა ნაწილობრივ მის სასარგებლოდ გადაჭრილი ის ბრაზობს თავის თავზე ამ დროს ხდება მომენტი როდესაც გადაიცემა ანუ იკაჩება მიედინება მაგ ადამიანის ენერგია ამ დროს პიროვნება ამბობს რატომ არ გამომივიდა, რომ ნერვიულობს.
ეს შეუძლია თქვას წყნარად ან ხმამაღლა ან და უხმო თავისთვის თავის ფიქრებში შეუძლია შინ დაბრუნებისას ვინმეს ეჭყუბოს არა ახასიათზე და ეჭყუბოს და ამ მომენტში იძლევა იკაჩება მისგან ენერგია და იმისთვის რომ ეს ენერგია ეს ნეგატიური ენერგია სულ კონდეთ სულ იღებდნენ ამ ნეგატიურ ენერგიას გნელი ძალები საკმარისად ისინი ქმნიან ამ დაგვარ სიტუაციებს ქალაქის საცობები ის ადგილია სადაც ხალხის მიერ ხდება ამ ენერგიების გადაცემა მარტო საცობები არა ყოველდღიური ცხოვრებაც ავიღო თუნდაც ბევრი ასეთი მომენტებია ხო აი მაგალითად მოვა გოგონებს ეხება მოვა მეგობარი თქვენთან და გეუბნება და ესკაბა მათხოვე ან შარვალი მათხოვე მაგრამ თქვენ არ გინდა თხოვება თქვენი ტანსაცმლის და ცოტა უხერხულში ვარდებით ვარს ვერ ეუბნებით მერე გაბრაზებული დადიხარ რატო მოვიდა მან და რატო ითხოვა ჩემგან ტანსაცმელი ხო ან მაგალითად და ბევრი ამდაგვარი მაგალითები რაც მაგალითად მე არ მიყვარს ჩემი ნივთების თხოვება არ მიყვარს საერთოდ ჭურჭელი მაგალითად კასულს მეზობელს რა თხოვება მისკას ხო ну რასიზა მაგრამ მაინც არასდროს მიგია ნათხოვი ტანსაცმლით არ ქონია ერთი ტანსაცმელი ერთი ქოდაკაბა მქონდა მახსოვს ერთ წელს მაგრამ არასდროს მიგია ნათხოვი ტანსაცმლით და თუ მე დავუშვათ ვინმეს ვათხოვებ რამეს მე მაგას ვერ ჩავიცმევ ან ხომ არის რომ ხალათი აი ხალათი ხო გადასხილი ხალათი კიდია დაუშვათ და მოვიდა შენი სტუმარი და ჩაითო შენი ხალათი ერთი ხალათი გავს თვილი დაუშვათ ზამთრის ხალათი და იარა შენი ხალათი და შენ შემდეგ ხო ვერ გარეცხა რადგან ვერ გაჩერება არა და ხალათი გჭირდება შენ ამ ხალათს რო იცვა რაც ხო უხერხულად გზნობ თავს ამაში ამ ხალათში რადგან სხვას ეცვა ხო კი იტყვიან ახლა მაღაზიებში ხომ იზომავენო კაცო ეს სხვა სიტუაცია ისინი კანონით არ უნდა მოხდეს ეს ახლა დაიწყეს ჩაზომვა მიზომა ტანსაცმლის თორე ადრე არისო უბრალოდ გარედან მიასმანებდნენ კარგი ის მაინც სიტუაცია ხო მაგრამ აი ბევრი რაღაცა მაგალითად უკითხავად მე არასდროს ჩემი დედის და დედაჩემის ნივთი არ ამიღია სულ კითხულობ არასდროს უკითხავად არაფერი გამიკეთებია სხვისი თუნდაც ჩემი დის და საერთოდ და ბევრ ოჯახებში ხდება ისე რომ ერთმანეთს არ ეკითხებია არ შეიძლება ესეც ზგუნავს ადამიანს აგრეთვე ზგუნავს ადამიანს ის რომ დაუშვათ ვიღაცა მოვა მე მგეთებ ზგუნავს როდესაც ვინმე ჩემთან მოდის და მეუბნება 20 ლარი მასისხე 10 ლარი მასისხე კაცო მე ხო ფინისკირას ვიხდი კონდოლებს ვიხდი და მე კიდე ვიღაც რომ მოვა ჩემთან და მე რაც საჭმელზე უნდა ვიკმარო კიდევ რაღაც დამატებით წამლებზე რაც უფასოში არ შელის უნდა ვიკმარო ეს ჩემი ფული უნდა გამოვიზოგო ხო იგივე ინტერნეტი და უშუალოდ ან დასარეკი მე ხომ აი გეგმა ამას ვიყიდი საკვებს ამას ვიყიდი ამდენს ვიყიდი ამიაფიან საკვებს ვიყიდი ხო ამას ამისთვის გამოვიზოგავ ხო ვინ არის მომცემი ახლა ისევ თავრობას ფული კი აი არ უნდა თქვა ვინ არის მომცემი არ უნდა თქვა პაპატიეთ უკან ვაბრუნებ ამ სიტყვას უბრალოდ კი მე ხმარება მე სულ ამას ვამბობ თავრობა მე ხმარება ჩემი სულიერი ოჯახი მიწერი ოჯახი მე ყველაფერს უყურებ როგორც ცოცხალს და ისინი როგორც ცოცხალს კი არა ცოცხალია იგივე უცხოპლანეტელები რომლებიც ჩვენ გავკეთებიან ჩვენი კურატორები მასწავლებლები ის მე რომ ვერ ხედავ სამყაროს იმიტომ ხედავენ არიან ხალხი რომლებიც ხედავს და სულ აქვს მათთან კონტაქტი მეც ვიცი რომ ისინი მისვენენ მე რომ არ მიმართავ მე ვიცი რომ გზნობ რომ ისინი მისვენენ და ხოლმე ან სიდრობის სახით ან ხანდახან რაღაც გამიგვებს სავში ან ჩემი ხმით იგივე პასუხს მე აი ამიტომ ამბობ და ამ დროს მიედინება ენერგია როცა რამეს ისეთ ვიტყვით ხო აი ამ დროს მე ბრასდები დადგუნული ვარ თან აგეთი თუმური მყავდა ბებია მე ბრასდებოდა გათო გინდა თუ არა ფული მასის ხოსოვარ
არ ვაცლებდი ფულს, სადგუნა მას მისი მისაცემი ფული მე უნდა გამომეწო გახო ჩემთვის. ჩემზე მეტი შემოსავალი ქონდა, კი, მე დღუმური ვიყავი, მე აქ ჩემი მეძე მოდიშე, გინდა თუ არა მასის ხეის ფული მინდა ამისთვის განჩევს მეტყავდა, მე მლანძღავდა კულტურულად. ამ დროს საკურველია თქვენ წამოდგენაც კი არ გავს რა ენერგია წამართვა მაქალმა მე. იცით როგორ ვიხლებოდი? იცით ის ხალი იყო ენერგეტიკული ვამპირი. მე კი ხვდებოდი რისკენ მიყავდა საუბარი და არ ვაქცევდი ყურადღებას და მე რომ ლანძღვაზე გადადიოდა კულტურულად ვიღაც ნაცნობი ყავდა მოქონდა ტანსაცმელები გინდა თუ არა იყიდე არ მინდა კაცო ყიდვა არ მჭირდება მე რა თქმა უნდა ესეთი ტანსაცმელი რომელსაც მე დავდებ და არ ჩავიცნობ ხო ეს ხო ენერგია ტყულა რატო პრანდო ფული თან ოპერაცია თვალის ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი და წვეთები ფასიანია უფასო არა და წვეთებისთვის ხო ფული მჭირდებოდა და მე ხა რაღაც ისეთ რუჭკაში კაცსა რუჭკაში რატო გადამიხადა ის 30-34 ლარი რომელსაც მე სახში არ ჩავიცმე და მექნება შენახული გავდივარ 1000 შეთხელ არ მჭირდება მე მაქვს საკმარისი ტანსაცმელი არა ხო და ისვის რა არ მინდა არ ესმით ძალით ამ ხალმა რა ქნა ახლა პიჟამო როდესაც კატარაქტა მქონდა მე თუდად ხედავდი ფერებსაც ვერ ვარჩევდი და მარტო ყავისფერი შემარჩინე და მეგონა ჩულებრივი ზედა 8 ლარში და ამან შემაჩეჩა ისარგებლა ძალით შემაჩეჩა ეს კაი მე თქვი 8 ლარია ზედა ჩულებრივი ყოველდღიური ზედა გრილია და მაგით მივდიოდი ოპერაციაზე პირველ ოპერაციაზე კინაღა მაგით ჩავითი კინაღა პიჟამოთი გამიშვა ქალმა რო შემთხვევით არ შემეჩნია ხელები გძელი სახელო ქონდა ისა ნანა გძელს როგორ არ ვიბნებ გძელი ის ქონდა აი დამავიწყდა ხო იმანდი იყო მთლიანად ფარადა ხელს და გადაკეთვა მიდოდა და მე შევამჩნიე რომ ეს პიჟამოს გავდა და როდესაც ოპერაცია გავიკეთე თურმე სამფერში ყოფილა მე შევამჩნიე მეგონა მარტო ყავისფერში და ასეთი უსინდისო და ტუტუცი ხალხია ჩვენ რო გვატყუებენ და ენერგიებს გვართმევენ და მე ვუთხარი მაგას შენი სარგებლე იმით რომ მე თვალში არ ვიყურებოდი და შემაჩეჩე პიჟამა და კინაღამ პიჟამოთი გამიში არ მიჩხუბია რაზრი აქვს ჩხუბს ადამიანი რომელიც ბოროტია და რომელიც ეშვაკია თან ვითომ ხო და თან ილანძღება რატო არ ყიდულობა რატო რა თქმა მე უთხარი რომ ვიყიდო ძალით გატენიან ზოგი ყველაფერს იგივე მაგალითად ახლა მე რომ კარგი დავანებო თავი რატომღაც ივანეს წერ ანასტასიას მაგილად სულ გავაგრძელებთ ახლა ჩვენ და ხო ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და მე მაგას დავენდურე სპეციალურად და მე იმ დროს აღვიდგინე ჩემი ენერგიები იმ დროს დავისვენე მედროდი სპეციალურად იმიტომ კი არა რომ არ მიდოდა იმ ხალხთან კონტაქტი მქონოდა არანაირი შემდეგ ამ დროს კარგი იქნება ადამიანებმა თავის თავში ჩაიხედონ და დაფიქრდნენ ცხოვრებაზე ბევრი მის საქმეზე მიდის და ამ საცობებში ხოლმე ერთმანეთს გადაეკიდებიან და იმ წუთვე მიდის ენერგიის ამოტუბვა ანუ კაჩვა ნეგატიური ენერგიის კაჩვა ამოტუბვა მიდის ყოველს მათგანს დასჭირდება რამდენიმე თვე იმისთვის რომ ახადგინონ თავიანთი ენერგიები და ამ რამოდენიმე თვეში რა დროსაც მათ დაჭირდებათ აღდგენა კიდევ არაერთი მასეთი სიტუაციაში მოხდებიან და ისევ დამატებით ენერგიებს დაკარგავენ მასეთი ადამიანები თვალის არეალში ბნელი ძალებისთვის არიან საკვები და ისინი თავს არ დაანებებენ მასეთ ადამიანებს რადგან ერთხელ გამოიჭირეს მათ უზიან და შეუწყოდეთ ტუმბავენ მათ და მას ეხდება მუდამ ხო და რამე და ხამი აქ დავამატო შიშები მაგალითად ახლა მე ხო ვიტყორები მისვლდება ლები და კარგამიჩი მიწეს გატანალების გამზიურება ახლა აქანე მოვიდა გუმური ჩემ ხაზე იგას
მე მეგონა მუდმივი გმური იყო, ნუ მუდმივი იგი დაბრუნდებიან ისევ. და მე უკვე აკანკავდი, გამდიდრდი რატომ? იმიტომ რომ გმრები არ მინდა. კი, გმრები არ ბეშვაშია. რომ მე არ მექნება იმის საშუალება, ეგენი რომ რეცხავს დაიწყებენ კურდები მათხოვრობით რომ იცენენ თავს და ის მოეჩინათ მუშაობად, სამუშაოდ და ბაწარი დაკავებული იყოს სულ წინათ კიდევ რომ იყო ისინიც მოვლიან გონი ზაფხულში. ჩემთვის ჩამოსაკიდე არ იყო, აბანოში შესლის დრო არ მქონდა ეს შემიყურს შიშმა. მე იმ საღამოს კი თავი შიდა ვარ ისე მოვაჩვენე, მაგრამ გამნერვიულდი ამის გამო. აი ესეთი სიტუაციები ბევრი მაქვს, მაგალითად აი ისინი რომ იყვნენ წინადგმრებით და წავიდნენ დროებით, მე ფიქრობდი ახლა ისინი მოვლიან და ისა დასაკიდე არ მექნება, ვერ გავრიცხავ ჩემ გემოზე, აბანოაც არ ეცლება დასაბანად გადარბით, სულ ისეთ მომენტებს ვიჭერდი, ისინი რომ გავიდოდნენ, მქონდა ფლად 1-2 საათი. შევიდოდი დავიბანდი და მეორე დღეს სუსად ისე დროს, როდესაც ისინი გადიოდნენ, კაცები სულ სახში არიან, სულ აბანო და ტუალეტი ჭირდებათ. ამ დროს უცებ ამოვრეთ, ნუ ეს აფულში ადვილი ამოავლებ, მაგრამ ზამთარში დრო გჭირდება, ხო? არა. ამიტომ ამბობ მე. და ამ დროს იდგუნები. მე ბევრჯერ ჩემგან ბევრჯერ გადინებულა ენერგია ნეგატიური. ხო, ბევრჯერ აი ესეთ სიტუაციებში რო ვარდები, მე ხომ ამბობ. ამიტომ მე კვანძი გამიდიდდა. ძალიან ნეგატიური ადგილია თვითონ ეს ადგილი. ხო, რა ვიცი, ბინიშოვნა მინდა, მაგრამ რთულია, ძვირია ბინები. თან სოციალური მაქვს. დავკარგავ 3 თვეს, რომ სადმე გადავიდე. ერთი კვირა უნდა რომ დაწერე განცხადებას, 10 დღე, 15 დღე უნდა სანამ მოვააგენდი, მერე 1 თვე უნდა პასუხი სანამ მოვეცი ნახევარი. შემდეგ წავიდე უნდა დავწერო ქირის ხაზე, იქაც 1 კვირას დახარჯა მიახლოებით, სანამ მოვლია, მერე 1 თვე უნდა, ყოველ 3 თვეში წერება განცხადება და ასე მე დავკარგავ 3 თვეს და ამ 3 თვეში თავრობა მიხდის ახლა მიქირას, ვინ გადამიხდის, მაგრამ ეგენი საერთოდ ყურს არ აპარტყუნებენ, უარსინეში მიფუშდება ყველაფერი, ხო? ეგით დაძაბულობა ვცდილობ ახლა ჩემ ადგილზე სხვა სცენებს განმართავდა. მე არ მართავ სცენებს, იმიტომ რომ ჩემ ენერგიას ვფრთხილდები, ვიბრაციებს, მაგრამ მაინც გაიდინება, მაინც რაღაც დოზით ჩემგან ეს ენერგია, ნეგატიური ენერგია გაიდინება, ხო? მაპატიეთ ისე ჩემზე ლაპარაკობ, რომ მე მაგალითი მომყავს ჩემზე, აი ამ სიტუაციაში რა ხდება, ცოცხალი მაგალითი. და ბევრი მაგალითებიც არის წამყვანი. ეკითხება, თქვენ თქვითო, რომ დარჩა ცოტა დრო ჩვენთვის, როგორი გეგმები მზადდება. ისე ივანე დამიწერია ისე. დედამიწა, ანასტასია პასუხობს, დედამიწა ახლა წერს თავის ვიბრაციებს, ახლა ამის შესახებ ჩვენ ყველამ ვიცით, 3 თვეში ერთხელ ეს იგრძნობა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მაგრამ ხალხი დაბლა წერს ვიბრაციებს, თავისი საქციელი. მაგალითად, მე ჩავამატე ახლა თუ არ დავიწყებოდა ჭყალებში. პანდორას აქვს ნათქვამი, რომ დედამიწაზე მოსული ვარსკვლავური სულები ეხმარებიან დედამიწას ვიბრაციების აწევაში, რადგან ადამიანები დედამიწის სულები, ვინც მე ხომ ნათქვამი მაქვს, რომ დედამიწის სულები არის მოსული ვარსკვლავური სულები, ხო? დედამიწის სულები დედამიწის სულებს, ვინც დედამიწაზე დაიბადა, დედამიწის სულები, ვინც განსახიერდა დედამიწაზე, ისინი ვერ შეძლებენ ამას. და თუ დღეს პლანეტის ვიბრაციები აწეულია, ეს არის იმ ვარსკვლავური სულების დამსახურება. აგრეთვე ამაში შედის ის 154 წმინდა სული, რომლებიც მოვიდნენ დედამიწაზე დასახმარებლად. მე მაქვს ამ 154,000-თან დაკავშირებით ვიდეო გადათარგმნილი პანდორასი და დადებული. და დედამიწას ეწევა ვიბრაციები მაღლა, ესენი იბრძვიან, შრომობენ იმისთვის, რომ
მოვიდნენ თავისი მაღალი ენერგიებით დედამიწას დაეხმარონ გადასვლაში და ადამიანები, რომლებშიც მიწიერი სულია, ისინი დაბლაწებენ ამ ვიბრაციებს. ანუ იწევა დავარდება. აქ იმალება დიდი რისკი. გასაგებია, რომ არიან ციცინათელები, რომლებიც ამ ადამიანებს ეხმარებიან აწევაში. მაგრამ უმეტესწილად ადამიანებს აქვს დაბალი ვიბრაციები. ადამიანები აქ იგულისხმება არა კაცობრიობა, არამედ ის ადამიანური სულები, რომლებიც ყველა პლანეტას ყავს თავისი სული. და იმისთვის, რომ დაუშვათ დედამიწის სული სხვაგან განვითარდეს, მან რაღაც პერიოდი უნდა განსახიერდეს მაგალითად დედამიწაზე. ამას ქვია კიდევ შეგახსენებ დედამიწის სულები. და ახლა სიტუაცია კრიტიკულია იმის გამო, რომ ადამიანების ენერგია ძალიან დაბალია, დედამიწის ვიბრაციები კი ძალიან მაღალი. ამ ფონზე, როდესაც მაგალითად ცივი და ცხელი ხაერი ეჯახებიან ერთმანეთს, ხო მაგალითი მოყავს ანასტასიას. იქნება ტორნადოები, იქნება ტურბულენციის ის ქარიშხლები, როგორც ფინალში ხდება ტურბულენტობა. ვინც გიფრენიათ, იცით ალბათ თუ ტურბულენტობა რას ნიშნავს. და როდესაც ჩვენ ვეჯახებით დაბალ ვიბრაციებს, მაღალ როდესაც მაღალ ვიბრაციული სულები ეჯახებიან დაბალ ვიბრაციულ სულებს, სადაც არა ადამიანები ეჯახებიან მაღალ და დაბალ ვიბრაციული ადამიანებს. ამდაგვარი სიტუაცია, აი ცხელი და ცივის შერევა იწვევს ხო ტორნადოებს, ხარისხლებს. ასევე ხდება დაბალ ვიბრაციული და მაღალ ვიბრაციული ადამიანების შეჯახება. არა პირდაპირ გაგებით, მაგრამ ველები ხომ ირევა, როდესაც არცერთ ადამიანის გვერდზე დადგებიან გაივლი. აგრეთვე დედამიწაზე არიან არა ადამიანები, დაბალ ვიბრაციული არა ადამიანები, როგორც რეპტილოიდები, რომლებიც არიან ატარებენ თუნდაც რეპტილოიდები, თუნდაც ბევრი ნეგატიური არახომანოიდური ცივილიზაცია ატარებს ადამიანის კანს. ალბათ ინტერნეტში ბევრს გინახავთ, როგორ იდრობენ ნიღავს და სულ სხვა არსება ჩდება ნიღბის უკან, ხო? ან იგივე დრაკონიელები, იგივე ჰიბრიდები. და ამათვის ადამიანის სხეულში ყოფნა უკვე ხდება შეუძლებელი და რთული, რადგან მაღალი ვიბრაციები იწევა და ესენი იძულებული არიან წავიდნენ დედამიწიდან. ასეთი არა ადამიანური არსებებია, ასე შეიძლება ითქვას. ამას ამ ვიბრაციების აწევა-დაწევა ძალიან გრძნობს ფიზიკური სხეული. მაგრამ ტვინი ამას არ იღებს, რადგან მისთვის არის უფრო მთავარი ამოცანები. ხო, აი მაგალითად ხო ვამბობთ ჩვენ რაღაც ამოცანები გვაქვს შესაძლებელი და მე ვთხოვ რომ მომეცით ძალა, მე რომ აი ეს ჩემი მისია დავასრულო ბოლომდე, არ მინდა ადრე წასვლა, მე მინდა ჩემი მისია დავასრულო ბოლომდე, თუმცა ჩემი მისია არ ვიცი, შეიძლება კიდეც შეიცვალა. მე გზნობ ამას, მე საუბრობ და პასუხი როდესაც რეზონანსში მოდის დაუშვათ რამე, ხო? ხვდები თუ რა პასუხს მაძლევენ. ამოცანები ტვინს, აი სულიერ ტვინს აქვს დაბეჭდილი ამოცანები. თქვენ არ ფიქრობთ თქვენი ფიზიკური ტვინით, არა, არ დაიჯეროთ. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ტვინით ადამიანი აკეთებს ამას, არ ჩამოთვლე ახლა. მაგრამ ფიზიკური ტვინი არ არის მთავარი. კი, ეს ტვინი ასრულებს ხიდის როლს, ფიზიკური ტვინი, ასტრალური ტვინის და ფიზიკური სხეულის შორის. ჩვენი ინფორმაცია ტვინში კი არ ვიგროვდება, ჩვენი ინფორმაცია ვიგროვდება სულიერ ტვინში, ასტრალურ ტვინში. ხო, ეს მე ბევრჯერ მithქვავს და ამიტომ ის ჩვენი ასტრალური ტვინი ამბობს, ამ ტვინისთვის არის თავარი ამოცანების შესრულება. და
გადაჭრან ის პრობლემები, რაც არსებობს მათ ცხოვრებაში. გადაიხადონ კრედიტი, იპოთეკა, წავიდნენ უსაფრთხო ადგილას და იქ დაელოდნენ დაუშვა ამა თუ იმ კატაკლიზმის ან პრობლემის გადაჭრას. არის ჩვენი ფიზიკური ტვინის ამოცანები. მაგრამ კიდევ აქ იქამა თქვა, მაგრამ მე ვამატებ, რომ ტვინის ფიზიკური ამოცანები კი ეს სხეული კარნახობს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ გვაკონტროლებს ჩვენ კარნახოს თუ რა გავაკეთო და როდის ჩვენი ასტრალური ტვინი უმეტესწილად. ჩვენი ფიზიკური სხეულის ამოცანა გავუკლავდეთ ამ მრავალ ვიბრაციულ შეტევას. მან უნდა გაუძლოს, ჩვენმა სხეულმა უნდა გაუძლოს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. მე მაგალითად დიდი ხანია ხორცი ამოვიღე რაციონიდან. თევსაც არ ვჭამ. ჯერჯერობით და მოთხოვნილება როგორ ხანდახან ადრე მე ძალიან მიყვარდა ხამსა, დამარილებული ხამსა. ახლა ხამსაც ხო აქ იყიდება ბაზართან ვცხოვრობ. რო გავდივარ, გამოვდივარ, ყველა ხამსას ყიდის. და ის რომ ახსენდება, როდესაც მე დამარილებულ ხამსას ვაკეთებდი და ვჭამდი. კარგი, მოდით გავაგრძელოთ. ადამიანებს როდესაც ეკითხებიან როგორ არიან, პასუხობენ კარგად. მაგრამ თუ ჩაუღმავდებით, ნახავთ რომ ზოგმა ავამტყობ ხო, აპატიეთ ახლა არასდროს, ახლა სხვა რაღაცაზე ფიქრობდი. ზოგჯერ ადამიანებს როდესაც ეკითხებიან როგორ ხართო, ამბობენ კარგად, მაგრამ თუ ჩაუღმავდებითო შიგ, აი ვინც ხედავს, ვინცაც შეუძლია ადამიანის სხეული დაათვალიეროს, შიგ ჩაიხედოს და ნახოს ადამიანს რა ჭირთ, ჩვენ ნახავთ რომ ადამიანმა ავადმყოფობა გადაიტანაო. ზოგი აგრძელებს საქმის გაკეთებას, თუმცა არ მოსწონთ მათი მათი ეგო არ მაყოფილდება, არ არის დაკმაყოფილებული. ჩვენ უნდა ვიყოთ მართლები საკუთარ თავთან. როდესაც ჩვენ მართლები ვიქნებით საკუთარ თავთან, ჩვენ საკუთარ თავთან, ჩვენი ვიბრაციები ნელ-ნელა აიწევა. დროც მალე გადის. ის ადამიანები, რომლებიც იჯნენ და არაფერს აკეთებდნენ, ადრე მათი დრო ხანძლივად იჭიმებოდა. ახლა ყველაფერი აჩქარებულად ხდება. დროის სიჩქარად გარბის, რომ ჩვენ ვერ ვასწრებთ ჩვენი წვრილი სხეულების გადაწყობას. ამას ამჩნევენ ის ხალხი, რომლებიც ცოტათი გაცნობიერებულები არიან, მაგრამ ისინი, რომლებსაც ზინავთ, ვერც კი ამჩნევენ, როგორ გადის 2-3 წელი. ეს დროის სიჩქარე უფრო ძლიერდება, დროის აჩქარება ჩვენ გავცნობიერებელ ადამიანის თავში ცუდია, ის ცხოვრების სცენარის მიხედვით ცხოვრობს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ადამიანი ცხოვრობს ცხოვრების სცენარის მიხედვით, რომელშიც ჩვენ ახლა ყველა ვიმყოფებით. ეს ნორმალურია, რადგან ეს ექვემდებარება დედამიწის ვიბრაციებს, მაგრამ არის ჩვენ გვაქვს კიდევ 10 წელი რომ უბრალოდ ჩვენ რომ კიდევ 10 წელი მოგცა, ჩვენ დავადებებს თავს დავადგამდით, მაგრამ ამისთვის რო არ არის წამყვანი. მართალია თუ არა, რომ მაღალი გაცნობიერებული ადამიანების დრო ნელდება. ანუ ვინც გაცნობიერებულია, ვინც გამოღვიძებულია, მართალიაო, რომ ამ ადამიანების დრო ნელდებაო. და როდესაც ადამიანი აგდებს ვიბრაციას, დრო ჩქარდება და ჩნდება ეს
აჩქარებულობა ამის გამო, რომ ადამიანს უნდა ჩქარა ყველაფერი გააკეთოს. ანასტასია, საიდან მოვიტანე მე? ანასტასია პასუხობს, აჩქარება, ეს სიჩქარე, ან როდესაც გეჩქარება, ჩვენი დიდი მტერია. როდესაც ხანძარია, სიჩქარე აქ ან აჩქარულობა მისაღებია, რადგან აქ გადარჩენაზეა საუბარი. ეს ჩადებულია კაცობრიობის ინსტინქტში. ხო და როდესაც ხანძრის დროს სტაცებ ყველაზე ძვირფას ხელს და გამოდიხარ ან გამოიქცევი ხოლმე, ასეც უნდა იყოს. მასეთი შემთხვევები ხშირად არ ხდება, მაგრამ ხალხი პანიკობს სწორ ადგილას. უმიზესოდ არაფერი არ არის გადასარჩენი და მასეთი საქციელი მეტყოლებს დაბალ ვიბრაციებზე. ხო, აი მაგალითად ხანდახან ჩამიშდება მე ვიღაც, ხარო, ჩემზე რა, მეც ადამიანი ვარ, ჩემზეც მოქმედებენ ნეგატიური პარაზიტული არსებები და ხანდახან აი მაგალითად ხომ აი მაქვს რაღაც გასაკეთებელი, ხო კი? აუცილებელია საჩქაროა, მაგრამ ხანდახან ვიღაც რაღაც მაჩქარებს. გინდა თუ არა ახლა, ამდენი ახლა წადი არა და ვიცი რომ არა ისეთი საჩქარო რომ მე ახლა დღეს ამდღე ეს გავაკეთო ან ხვალ. რატომ და დღეს და ხვალ აი მაგალითად მე როდესაც ინტერნეტს ვთავ ისე დროს რომ შემდეგ მე არაფერმა ხელი არ შემიშალოს, ხო? და ხდება რომ მაგალითად ზუსტად იმ დროს როდესაც მე ინტერნეტში ჩართული მაქვს და ვიდეოები უნდა ავტვირთო, ეს მე ხა დაწერილი მაქვს ეს ვიდეოები, რასაც მე ხა ამ 2 დღის განმავლობაში ტვირთავ და მხოლოდ ვკითხულობ ან დოქტრინას მეორე ტელეფონიდან ნოუთბუქიდან იმას ვიღებ. ხო და აი როდესაც მე დაწერილი მაქვს რამე და ვკითხულობ, იმდენ დროს არ მართმევს რომ მე სავტვირთო. ამიტომ ეს ბოლო 2 დღე ალბათ შეამჩნევთ რამდენი ვიდეოები დავდე, ხო? და როდესაც მე პირდაპირ ვიდეოდან თარგმნი, მე კი მოკლე ვიდეოები გამომყავს ხანდახან, მაგრამ სინამდვილეში სადღაც მიახლოებით 1.5 მინიმუმ უნდები, იმიტომ რომ ვუსმენ მე ხან არა ისა წყვეთ ხოლმე ვაჩვენებ ვიდეოს, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი მოთხოვნილებები რომ დააყმაყოფილო ან მოგშვდება ან გაივლი, გამოივლი მთელი ეს 1.5 ხოლმე დავჭდები, ხო? და ვუსმენ იმისთვის, რომ შემდეგ იქიდან ყურადღებით აქანი ვზივა და ვუსმენ, რომ რამე არ გამორჩეს ისეთი, რაც არასაჭირო იმას ვტოვებ, მაგრამ მე ხომ ამას ამ ვიდეოებს უნდა ვუსმინო, ხო? გამოდის ზოგჯერ კი არც ისე გრძელი ვიდეოები, ზოგჯერ გრძელი გამოდის, ზოგჯერ 3 ვიდეო მჭირდება, რომ სადაც საინტერესო თემები არ მინდა გამოვტოვო რამე, ხო? ხო და წერით მე ვწერ, როდესაც ინტერნეტი არ მაქვს. ტელეფონზე გადმოვიტან იმ ვიდეოს, უბრალოდ ვიდეოს თავ იქ არის ვიდეო თვალი, ხო და მეორე ტელეფონიდან ვიწერ, იმიტომ რომ YouTube მხოლოდ 2 დღე ინახავს. ხო და შემდეგ სადმე ჩქარება, ინტერნეტი როცა გამეთიშება, ვზივარ, ვუსმენ ამ ვიდეოებს და წერ. კოსმეტეს ვაკეთებ და შემდეგ ახლა რო კითხულობ, ისე კითხულობ. ახლა ცოტა გამიგრძელდა მე. მას ვაგრძელებ. ვისაც მაღალი ვიბრაციები აქვთ, მათი დრო შენელებულია. მასეთი ადამიანები დროს ანელებენ შიგნიდან, რადგან დროს ქმნის მეორე და მესამე ჩაკვრა, ანუ ფიზიკური სხეული. არა, ფიზიკური სხეული. ახლა მე რამე დაგითხარ, ამის შესახებ კარგად ახსნილი ერთ-ერთ თავში ბორევის წიგნისა, რომელიც მე გადავთარგმნე და მიდენა ამ ილუზიებს დროს
ქმნის მეორე და მესამე ჩაკვრა. მაგრამ გამოსახულებებს აი იმის რისი ნახვა ჩვენ გვინდა ამ გამოსახულებების მიღება იწყება უკვე ზევიდან თვალებიდან და ნენელა ის ჩადის ახლა მე ამაში არ შევტოპავ იმიტომ რომ ამას მე იცით რას ვიზამ მე მოვძებნი ამ თავს და ამ თავს ცალკე გადავიღებ ვიდეოდ რადგან ხშირად ახსენებენ კონტაქტორები ამ მეორე და მესამე ჩაკლას და დროს შენელებას და დროის აჩქარებას და რომ ხალხს შევახსენო არა მე არ მეზარება ოღონდ ესა საქმე კი მე მაგას გავაკეთებ მე ის ციგნი არ წამიშლია ტელეფონიდან ასე რომ ადვილად მოვძებნი მაგას მაგრამ ჯერ ბლავატსკაიას ჩავამთავრებ ხო და ადამიანებს ვისაც მაღალი ვიბრაციები აქვთ ახშում სიჩქარე და გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე აჩქარებულია მაგრამ შინაგანად სამყაროს აღთქმა შენელებულია ეს შეიძლება უცებ ვერ იგრძნო უცებ ვერ ვიხდე თუ ეს როგორ მუშაობს ეს მდგომარეობები უნდა გადაიტანო რომ გაიგო შიგნით ისეთი სიმშვიდეა და ყველაფერი მიდის აუჩქარებლად კი ზოგი ამოხსნილი ამოცანები რჩება მაგრამ მე ვიცი როგორ ამოხსნა ისინი მაღალი ვიბრაციები მხოლოდ ჩვეულ ხალხს არ ნიშნავს მაღალი ვიბრაციები ნიშნავს რომ ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ თავზე საკუთარ სხეულზე საკუთარ ეგოზე იმ შედეგებზე რომელსაც ადამიანი ღებულობს შიგნიდან თავის აზრებზე არის პასუხისმგებელი რომელიც ზოგჯერ აღმოჩნდება არაჩვენი კი აი რასაც მე თქვენ გეუბნებით მე ხომ ვამბობდი ხოლმე ეს მე ბჭყალებში რომ არ დავიწყებოდა ჩემი აზრი ჩავწერე მე ხო ვამბობდი ხოლმე რომ ზოგჯერ მიგდებენ იმ აზრებს ხო მე ვამბობ ამას რომელიც მე არ გამიფიქრია ან ერზე ფიქრობ და წამომწდება სულ სხვა ან ერთი მინდა ვთქვა და ჩემს მაგივრად ვიღაცა თავის პასუხს მაძლევს და ზოგს ეს ეგონება თავისი ნათქვამი მე თითქმის ამას ვუმკლავდები მაგრამ მაინც შემომაპარებენ ხოლმე მაგრამ მე უცებ პასუხს ვაძლევ რომ ვეუბნები რომ ეს არაა ჩემი აზრი და დენვი და დამცავს ვიტყვი ხოლმე ვიშორებ მაგათ თავიდან აი გოგოებს აქვთ ასეთი დაცვა კარგი თქვენ შეგიძლიათ თქვენებურად თქვათ მე ვუგზავნავ დაბალ ვიბრაციულ და ერთი წუთი დახლავე ხო მე ვუგზავნავ ყველა ბნელ და ასალ დაბალ ვიბრაციულ არსებებს ზეგავლენა იქონიონ ჩემ წრილ სხეულზე მე ასე ვამბობ ჩვენ წრილ სხეულებზე ჩემ ფიზიკურ სხეულზე ჩემ ველზე ბიოლოგიურ ველზე ჩემ ასთა ფორმაზე ეს ჩავამატეთ ჩემ ასთა ფორმებზე ან იქონიონ გავლენა ჩემ აზრებზე გიგზავნავთ ამას ასე იყო ასე იქნება ასე არის და ვამოწმებ და ვამაგრებ ამ ჩემ აზრს ვამაგრებ ხო თქვენი სიტყვები შეგიძლია თქვათ რადა თქვენი ნებას რომ გამოხატავთ თქვენი ნების წინააღმდეგ არავთ უფლება წავიდნენ თავარია სამყაროში თქვით თქვენი ნება რას თქვენ გინდათ ხომაღა წამოწდება ხოლმე და შემდეგ ხომაღა ვამბობ რომ თემა სამყარომ გაიგოს ხო ახლა ეს დავწერე მე უბრალოდ რომ მე არ მინდა ეს თუ ის ან მე ამას არ გულისხმობ ხანდახან ასეთი აი მაგალითი ხანდახან ასეთი შეკითხვას დამისვავს ვიღაცა რა გინდა ახლა შენ რა გინდა ხო
მათქმევინებენ სიტყვა ბჭყალებში არაფერს. მაგრამ როდესაც მე სიტყვა წამოვწდება, როგორ არ მინდა, რა თქვია, არაფერი არ მინდა, როგორ არ მინდა, მინდა სულიერი განვითარება, მინდა ახალ რაში შესვლა, სანამ ფიზიკურ სამყაროში ცხოვრობ, მინდა რასაკვირველია ბინა მივიღო, ჩემი კუთხე მქონდეს, მინდა საჭირო თანხა მქონდეს, რომ შერი არ მოხდე, საშუალება მქონდეს ექიმს მივაკითხო, წამლები ვიყიდო, ყველაფერი ის რაც მჭირდება, რაც სამყარომ შეიცი, მე რაც მჭირდება, არ დამაგლო. საჭირო ფარგლებში ფულით საჭიროა, ფულით მინდა რასაკვირველია, ფულით საჭიროა. მაგრამ მე თუ ამას ვამბობ, თუ პრიორიტეტი იქნა, თუ მაგალითად გადასვლა იქნა, უცებ მოხდა მზის ამოფრქვევა და დაუშვათ მე მაგნიტივით, გადამისწოლეს ახალ ერაში, ჩემთვის ეს პრიორიტეტია. ანუ შენ უნდა დაანახოს სამყაროს, რომ შენ არ ახარ მიჯაჭვული მატერიალურზე, თუმცა სანამ მატერიალურ სამყაროში ცხოვრობ, შენ გჭირდება ყველაფერი. მაგრამ შენთვის პრიორიტეტი არის სულიერი. ახლა გავაგრძელოთ, უმრავლესობა ეჭიდება ამ მოვარდნილ ასლს და იწყებს ნერვიულობას, რადგან გონია მისი პანიკური მას პანიკური შიშები არ აქვს. წამყვანი მითხარი ვინმე იბრძვის ჩვენი ენერგიებისთვის. ახლა ყველას გაგაცინებთ. თურმე მართალი ყოფილა, სტუმარი ყოფილა ივანე, მართალი დამიწერია მე. სტუმარი ყოფილა ივანე და ანასტასია კრეისანი ყოფილა ამ არხის ხრანიტელის ნანი წამყვანი. არ გამიკვირდა, ამიტომ მაპატიეთ შემოკარგებო. ხანდახან ისე ვითიშებია, არ მითხრათ მოკლედ. ივანე დედა ახლა გავარკვიეს მე. ანასტასია არა სტუმარია ივანე, კაცი, მამაკაცი ქალთა. კარგი რა მნიშვნელობა. თავარია ასე მოგაწოდოთ. ასე ვითიშები ხოლმე. წამყვანი ეკითხება. ივანე, მითხარით, ვინმე იბრძვის ჩვენი ენერგიებისთვის? არიან თუ არა ნათელი ძალები, რომლებიც ჩვენ გადარჩენას ცდილობენ? ივანე პასუხობს, დიახ, ნათელი ძალები არიან. ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი ისაა, რომ ისინი ისე არ რა დავწერე? ცუდი ამბავი ისაა, რომ ისინი ისე არ ებმევიან ამ ბრძოლაში როგორც ბნელი ძალები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ენერგიებისთვის. ბნელი ძალები ამ ენერგიებს იტაცებენ. მათ იციან მხოლოდ გადაცემა. ნათელი ძალების ამოცანაში არ შედის ჩვენ შეგვასწავლონ რამე. არამედ ნათელი ძალებს აქვთ ამოცანა ჩვენ გავხადონ ისეთები, როგორც თვითონ არიან, რომ ჩვენც დავიწყოთ შექმნა, როგორც თანაშექმნელები აბსოლუტური ღმერთისა, რომ თავად მივიღოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები და ადამიანების ამოცანა ვიყოთ გაცნობიერებულები იმისთვის, რომ გავიგოთ ის, რომ ჩვენ მაგივრად არავინ არაფერს არ იზამს. როდესაც რამეს გვართმევენ, ჩვენ გვაძლევენ მოქცევის სცენარს, გვაყენებენ ისეთ რთულ სიძნელეებში, რომლებიც გადაუჭრელია თითქმის ერთი შეხედვით. რა დროსაც ჩვენ ენერგიებს ვაძლიერებთ, თუ მაგალითად თუ ვირჩევთ საკუთარ თავს, მე დამჭირდება დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
და უნდა გვესხონდეს ჩვენ ეს რამდენად გვჭირდება, რამდენად არის ეს სურვილები ჩემი, რამდენად ვარ მე მზად ეს გავაკეთო და შემდეგ ის ნაბიჯები გადადგა რომ ეს მოხდეს. ნათელ ძალებს უნდათ ამაში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არ შეუძლიათ, რადგან ნათელი ძალები არიან მიახლოებით იმავე მდგომარეობაში, როგორც ჩვენ ვართ, სძინავთ ბევრს. ანუ ეს იმის ნიშანია, რომ ბევრი ხშირად ამბობენ ხოლმე კონდაქტორები, ეს გოგოები მით უმეტეს, რომ ვის ლოცვით ვის მიმართავთ, ვის, როდესაც ყველა თუკი ვისაც შეუძლია ეს თავარ ანგელოზები ბევრი სულიერ წარმომადგენელი ზეთიური სამყაროსი ყველა ჩამოსული ახლა დედამიწაზე, იმისთვის რომ დედამიწას დაეხმარონ აღმავლობაში. და ხუმრობითაც უთქვამთ ერთ კონდაქტორს, ვის გინდათო ლოცვი მიმართოთო, ყველა აქანია აქა, მაგრამ ბევრს ძინავთო ჯერ, ბევრი გამოხვითებული არაო. და მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრს აგდებენ ისე დღეში, რომ ნარკომანობა და ლოთობა დაიწყონ, ან მრუშობა. თვითონ და ერთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც მაღალი წარმომადგენელი, მაგალითად მე-21 გაზომილებიდან ჩამოსულა დედამიწაზე, მაგრამ იმდენი შეცდომები დაუშვია, ძალიან გვიან მოსულა გონზე და აღმოჩნდა მე-14 თუ მე-17 დონეზე. მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო, ნეგატიური გამოცდილება მიიღო. ამას ხო, ახლა გავაგრძელოთ. ეს არის წინა ცივილიზაცია, რომელიც იღუდებს, მაგრამ ისინი არ არიან მზად ჩვენ შეხვდეთ როგორც თანასწორი პარტნიორები, რადგან მათ ჩვენ შექმნეს. ყველაზე დიდი კრიტერიუმია, როდესაც ადამიანი კი არ ელოდება, არამედ მოქმედებს და ის გრძნობს, რომ მასე უნდა. როდესაც სხეული გაძლევს სიგნალს, ჩვენ უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი სხეული, როგორც ცოცხალი არსება, ჩვენ უნდა გავხადოთ ჩვენი სხეულები ზნობიარე, ჩვენი სხეულები არის ზნობიარე, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ ეს, რადგან როდესაც შინაგანად ჩვენი სხეული იღებს ნამდვილ სწორ ინფორმაციას, ის ვერ ხვდება, რომ ეს ნამდვილი ინფორმაცია თუ ადამიანი ჩაკეტილია და დაბოღმილია, მას ბევრი პრობლემები აქვს და ის ელოდება ვიღაცასაგან დახმარებას. ეს დახმარება არ იქნება. შეიძლება ეს დახმარება იყო ნომინალური, დროებითი. გლობალურად ეს დახმარება არ იმუშავებს. როდესაც არის შიდა თავისუფლება, ადამიანი სუნთქავს თავისუფლად. როდესაც ადამიანის შინაგანი თავისუფლება არა აქვს, მიდის შეკუმშვა. შეკუმშვის ჭყლენტვა მიდის. ამ ჭყლენტვის დროს ხდება გრძნობილობის გადაკეტვა და გრძნობილობის გადაკეტვისას მე ვერ გრძნობ, მე რას ვირჩევ და აქ მე შეიძლება შემომთავაზონ მეორე მესამე ვარიანტი და ეს ვარიანტები ჩემი არ არის და მე თუ რომელიმე ვარიანტი ავირჩიე, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ სხვა ვარიანტი არ იყო და როდესაც ჩვენ გვიზღუდავენ ნებისმიერ თავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ
გვიწევენ დაბლა ვიბრაციებს. წამყვანი რა ემართება ადამიანს, როდესაც ის კარგავს ამ შიდა თავისუფლებას და შეიძლება თუ არა გაიკითხო საკუთარი თავის დიაგნოსტიკა იმისთვის, რომ გაიგო, მე სად ვიმყოფები. ივანე, შეიძლება, სტუმარი ივანე, შეიძლება ნებისმიერი დიაგნოსტიკა ნიშნავს საკუთარი თავის შეხვედრას და თუ ადამიანები მზად არიან მასეთი დიაგნოსტიკისთვის, მასეთი დიაგნოსტიკა ჩაიტარონ, ესე იგი ის მიიღებს ამ ინფორმაციას, როდესაც ადამიანში ჭარბობს საჭიროა და უნდა გავაკეთო, ეს ორი სიტყვა თუ ჭარბობს ადამიანში, ანუ საჭიროა და უნდა გავაკეთო ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად, შეგვიძლიათ ახდენოთ 2-3 კვირა და როდესაც თქვენ დააფიქსირებთ მოვლენები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ამოწერეთ ყველა მოვლენები, რაც მოხდა ამ 2-3 კვირის განმავლობაში და ნახეთ რა გააკეთეთ თქვენი სურვილით და რა გააკეთეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მასე იყო საჭირო, ან უნდა გაგეკეთებინათ. ანუ რას ამბობს ივანე, თქვენო აიღეთო ფურცელი 2-3 კვირის განმავლობაში დაწერეთო, ჩამოტერეთო, რა გააკეთეთო იმისთვის, რას აკეთებთო იმისთვის, რომ საჭიროა და ანუ უნდა გავაკეთო და რას აკეთებთო თქვენი სურვილების მიხედვით. ეგ ამ სიას, როდესაც ჩამოწერთო და 2-3 კვირა გავაო, იქ დარწმუნებულთ თქვენ თავისუფალი ადამიანი ხართო თუ არაო. მინდა გათანასწორებული მდგომარეობა, შიდა გათანასწორებული მდგომარეობა არის იმის ფუძე, რომ ჭყალებში საჭიროა და ჭყალებში უნდა გავაკეთო. იყოს ნაკლები. ანუ ადამიანი იმ დროს არის შინაგანად გათანასწორებული, თუ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად არისო საჭირო, ან უნდა გავაკეთო ეს სიტყვები. ნაკლებად. წამყვანი ივან, რისი გაკეთება არ შეიძლება, რომ ვარისად არ გახდეთ. ივანე, ახლა ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარი თავის რჩევა და ამის შესახებ უნდა გაუცხადონ ამ სამყაროს ხმამაღლა. როგორც მე თქვენ გეუბნებით ხოლმე ხმამაღლა თქვით, რისი ნება გაქვთ, რისი ნების გაჩერება გინდათ. თუ თქვენ ამას არ განაცხადებთ, აგირჩევენ ისინი თქვენ მათთვის. ხო, თქვენ ყოველდღიურად, ყოველწამიერად, ხმამაღლა თუ არა თქვენ თავში მაინც უნდა განაცხადოთ სამყაროს, განაცხადოთ ბრძალებს, რომ აი მე ასე ფიქრობ, აი მე ასე მინდა გავაკეთო. თუ ადამიანს დაბლოკილი აქვს გრძნობებიც და გულის სურვილიც, წამყვანი ეკითხება და ის ამბობს, მე არც კი ვიცი რა მინდა. მაშინ ხო, წამყვანმა კითხა, თუ ადამიანსო დაბლოკილი აქვსო გრძნობების და გულის სურვილების და ის ამბობს, რომ მე არ ვიცი რა მინდა, მაშინ როგორ უნდა მოიქცეო. ივანე, თქვენ უნდა განსაზღვროთ რა არ გინდათ და რას არ გააკეთებთ. ის რაც ჩვენ არ გვინდა, რაღაც მომენტში ადამიანები ვაკუუმში იქნება, თითქოს არაფერი ხდება. არც დადებითი, არც უარყოფითი. ეს მიღწევა შეაქეთ საკუთარი თავი. ამის შემდეგ წადი ქუჩაში, წადი სადმე უსაქმოდ გაისიერნე და აქ გაიელვებს აზრი. მე ამის უფლება ადრე არ ქონდა განა? რატო აძლევდი თავს მაგის უფლებას, რომ სადმე გამისიერნა? ხო, მე რაღაც ყიდვა მინდოდა, როდესაც ვიყავი 18 წლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ეს უნდა ვიყიდო. მაგრამ მე ახლა 18 წლის არ ვარ და ეს შეიძლება ახლა არ მჭირდება. და ახლა რა მინდა მე? ხო, ჩვენ გვასწავლიდნენ, აგვერჩია არ გვინდა. იმ მდგომარეობიდან, როდესაც მე არაფერი მინდა, ბევრი უბრუნდება საკუთარ თავს. წამყვანი ივან, რა მოუვა იმ ადამიანებს, რომლებიც არ იხვდებენ ამ ცხოვრებაში? ივანე, მე მესმოდა ზოგი ადამიანი როგორ იმართებდა თავს, როდესაც მასე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.
როდესაც ადამიანები ცხოვრობენ მარტო ალკოგოლით ან კიდევ სხვა რამეთი და ამ მომენტში ამ ადამიანს აწოდებენ მასეთ ასლს, რომ სხვა ცხოვრებაში ის იქნება საუკეთესო. ახლა კი მე დავილოდები, ანუ ახლა დავლევ, ან ახლა ნარკომანი ვიქნები, ან ახლა ვიუნუშებ, მაგრამ შემდეგ ცხოვრებაში უკეთესი ცხოვრებას გავივლი. და როდესაც გამოვა გასახერებიდან და მასე ფიქრი, როდესაც გამოვალო გასახერებიდან მოხდებიო, შემდეგ ცხოვრებაში უკეთესი ცხოვრება მექნებაო. მაგრამ ასეთი ფიქრი გამოსავალი არ არისო, ბევრი ამაზე თანხდება. ნებისმიერი ლოდინი არ არის ჩვენი. ის უჩვენებს, რომ იმ ცხოვრებას არ აქვს თავისი სცენარი. რომ ადამიანი თავისი სცენარით არ ცხოვრობს. ენერგიებს კი არ უნდა დაუჭიროს ხარი ამ ცრუ სცენარს. ამდაგვარად აზრების თავი ამაზრებს თავი უნდა დააღწიოთ, როდესაც ადამიანს უჩნდება აზრი. მე 40 წლის ვარ და ამიტომ ავად ვარ. ან მე ვარ 42, 60, 77-ის და ამ მომენტში და ამიტომ ვარ უკვე ახალგაზრდა არ ვარ და ამიტომ ვარ ცუდად, ხო? ან უკვე დავბერდი მაგალითად ამბობ ზოგი და ამ მომენტში მე ვეძებ ავადმყოფობას, როდესაც ამას ვამბობ. ასე იგი, არ უნდა უთხრა თქვენ თავს, მე დამოხოცებული ვარ, მე ამდენი წლის ვარ და რასაკვირველი არ ვიქნები კარგად, ან ამდაგვარი რაღაცები არ შეიძლება. თქვენ თავთ თქვენი ორგანიზმს აძლევთ სიგნალს, რომ ჩართოს უკანა პროცესი, ანუ ნელ-ნელა რომ ორგანიზმი მოხდეს. ამ მომენტში ადამიანები თანხდებიან ავადმყოფობაზე, სიბერეზე, მაშინ, როდესაც ავადმყოფობა გამოვლინდა, არამედ როდესაც მან გაიფიქრა. ადამიანმა თუ გაიფიქრა, რომ ის ავათა, მას ის თანდათანობით აუსრულდება. როგორც მე მაგალითად შაქრის დიაბეტი, როდესაც არ მქონდა, იქ მეზობელს მქონდა ბროშურა, მაშინ ხომ ინტერნეტი არ იყო და წიგნებიც 90-იანი წლები იყო. და ეს ბროშურა გამოვართი მე ამ მეზობელს და ვუთხარი, მინდა კოსმეტი გავაკეთო, რა ვიცი, ეგრეთ მეზამემართოს მეთქი დიაბეტი. ერთხრივ მე ფუძე ჩაუდე ამას. ამდაგვარი რაღაცები საუბარი არ შეიძლება. თუნდაც კი დავიღალე, არა უშავს. სხეული გონიერია და მას შეუძლია საკუთარი თავი აირჩიოს. ცოტა უფიქრდება ამას, ბევრი, ცოტა ადამიანი უფიქრდება ამას და როდესაც ადამიანი ფიქრობს სხვა ცხოვრებას დაველოდები, ეს არის ჩარევა უკეთ არ იქნებით ახალ განსახიერებისას, მხოლოდ უარესად იქნებით. თუ ადამიანი საკუთარ თავს არ აირჩევს ახლა ნებისმიერ განსახიერებაში, იქ უფრო უარესად იქნება. თუ ადამიანი ირჩევს მონობას, შემდგომშიც მონა იქნება. სხვა ვარიანტები არ ექნება. უნდა იცხოვროთ აქ და ახლა. ჩვენ ფიზიკურ სხეულში ცხოვრობთ აქ და ახლა. და ის ხშირად ხდება წარსულში ან მომავალში. ეგოს
ცხოვრების მიმართ არაფერი კავშირი არ აქვს. ჩვენი სხეულის ცხოვრება აქ და ახლა ხდება და როდესაც ცხოვრებას არა თავისი სცენარებით მაპატიეთ ახლა მე აქ შემოკლებით მიჭერი ახლა მივხვდი როდესაც ადამიანი ცხოვრობს თავისი არა თავისი სცენარით და ამბობს მე დავიცდი და ამას გამოვტოვებ ჩვენი სხეული იტანჯება და ამ დროს დგება კარმიული ძალადობა რომელიც გადადის შენ განსახიერებაში და შემდეგ ეს იქნება უფრო უარესი და დამძიმებულ ფორმაში. შეიძლება საერთოდ იყოს შეიძლება საერთოდ არ იყოს შემდეგი განსახიერება. შეიძლება თქვენ საერთოდ არ განსახიერდეთ შემდეგ ცხოვრებაში. და იმის შესახებ ცოტა მიცის უпроსტად არ ამბობენ. ანუ მოდით ახლა ამას მე ჩვეულებრივ სიტყვებით გეტყვით, რომ გასაგები იყოს. ხომ არის მაგალითად ადამიანი ამბობს ახლა ან ლოთია, ან ქურდია, ან მრუშობს, ნუ ვერ დააღწია თავს, ან დესპოტია, ან რაღაცის გამოსწორება არ უნდა ამბობს იყოს რადგან ვიტანჯები, ანუ ცუდი ქმარი ყავს მაგალითად ცოლებია და იცვენენ ამას ყველაფერს, ხო? ამ დროს ამბობენ, კარგი, მოვით შემდეგ ცხოვრებაში, კარგი ცხოვრება მქონდეს, ხო? ან შემდეგ ცხოვრებაში არ დავლეს, შემდეგ ცხოვრებაში ნარკომანი არ ვიქნები, შემდეგ ცხოვრებაში არ ვიმრუშებ. ეს არის მცდარი აზრი, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება თუ განსახიერდით შემდეგ ცხოვრებაში იგივე სიტუაციაში აღმოჩნდებით, უარეს ცხოვრებაში აღმოჩნდებით და შეიძლება არც კი განსახიერდეთ ამის შემდეგ. თუ თქვენ აქ იგდებთ სხეულს, ფიზიკურ სხეულზე ამოცანას არ ასრულებთ, თქვენ არ მოგცემთ მაგის საშუალებას, რომ თქვენ რამე გამოცდილება მიიღოთ შემდეგ ცხოვრებაში. ამის შესახებ ბევრმა იცის, მაგრამ ამის შესახებ ბევრი არ ამბობს. ანუ თუ თქვენ გარშემო არიან ლოთები, ნარკომანები, რუშები, ან რაღაც ისეთ მდგომარეობებში ხალხი, ან დეპრესიაში არიან, ძალიან თხოვთ დაეხმაროთ მათ. შეეცადეთ ისინი დააჯეროთ, რომ მაგათმა ახლა შეიცვალონ. ახლა. იმიტომ რომ ისინი რომ მოხდებიან, შემდეგ შეიძლება ჯერ ერთი არ იქნეს მათთვის ახალი განსახიერება და არ მიცემენ მეტ შანსს, რადგან არ შეაცვლო დაბლებად, ან და უარის დღეში ჩავარდით უბრალოდ. ეს კარმიულად დაყვება თან. აი მე ამას ვამბობ და ხოლმე ისეთ პირობებში ვარდები, რომ ხმას ვერ ვიხებ და ჩემ თავს ვერ ვიცავ. და თრმლები მადგება ახლა თვალზე. მე სხვას ვურჩევ ამას და მე ჩემ თავს ვერ ვიცავ. ვერ ვიხებ ხმას. იმიტომ რომ ვარ სხვის ტერიტორიაზე. ახლა ასეთ როდესაც ამაზე ფიქრობ, ხოლმე წერილი მინდა, მაგრამ ვიცი რომ წერილით საქმეს ვერ უშველი. აქედან თავი უნდა დავახციო სადმე სხვაგან. და შიშებიც მაქვს რაღაცის, ეს უნდა გადავახო. აი ესე ჩემი ხო, ოღონდ კომენტარებში ამაზე არ მკითხოთ. იმიტომ რომ არ მინდა ისეთი ადამიანის ხელში მოხდეს ჩემი აზრი, ვის გამოც მე ხარ ვამბობ. მაპატიეთ რა ჩემ პრობლემაც გამოვიტანე საჯაროდ. მაგრამ თემასთან დაკავშირებით იყო და უბრალოდ მე თქვენ მინდა გაჩვენოთ, რომ მეც ვერ ვზვი რაღაცას. მე ვივსვი. რომ არა აუცილებელი ლოთობა, ნარკომანობა, ან ვრუშგულობა, რომ ისევ დღეში არ აღმოჩნდე. აი, ფრთხილად იყავით. ვინმეს ისეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, რომ ვინმე თქვენი გმართოთ. ესეც იგივე მდგომარეობაა. ან მოვითვე, რატომ მოვითვინო?
რატო უნდა მოითვინო და ჩემი ორგანიზმმა წინააღმდეგობა გამიწია მე კვანტები, რომელიც არ დიდებოდა, არ შეყოდიდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. როდესაც მე აქ დავიწყე მოთვენა, იმისი რაც არ უნდა მომეთვინა. დაძაბულობა სულ, აი ეს კვანტი იმიტომ მოიმატა. ამიტომ ამბობ, მე ახლა თუ რა გონია წამალს მივახტი ვიყიდე, არა. მე ვიცი, ჩემი მდგომარეობა არის, ჩემი წვრილი დონე მდგომარეობიდან გამომდინარე, წვრილი დონის. ეს ყველაფერი ხდება წვრილ დონეზე. ეს მე გამოგვიდა ფიზიკურ დონეზე და წამალი არ მიშვილის მე უნდა შევითვალო ადგილი. არა და ბინები ყველგან ძვირია. ოთახი ჩვეუშვები ერთია 200 ლარამდე. ივანე. ხო, წამყვანი. უსვამს კითხვას ივანეს, რა ნიშნებია იმისა, რომ ადამიანი სარისკო ზონაში იმყოფება და მისგან კაჩავენ ენერგიას. ივანე, ეს ნიშნებია, როდესაც ადამიანს აქვს გამოვლენილი ავადმყოფობა და დახილობა. ხო, იმის ნიშანია, რომ თქვენ გართმევენ ენერგიას. აი, მეც რაც წინა თქვი. ჩემ მაგალითები რომ მოვიყვანე. როდესაც ამ ენერგიას კაჩავენ, სხეული უკმაყოფილოა. ეგოც არ არის დაკმაყოფილებული, რადგან სხეულს არ უნდა მისცეს თავისი. და როდესაც ენერგია დაკაჩულია, ფიზიკური სხეული გზნობს ამას და დახილობაც გზნობს. ხო, ახალი არაფერი არ ვთქვი ამ კაცს. იცით, ცოტა მეშინია ხა მე ამის თქმა, რომ ვინმე მისეთმა აწაიკითხოს ეს ვიდეო არ მოусვინოს. კარგი, თავ შევიკავებ. მადლობთ ყურადღებისთვის.